ლეიკ ბრანდლის საშუალო სკოლა, ალტამონte სპრინგსი, ფლორიდა. დერეფანში ჩვეულებრივი სკოლის დღეა. ხმაური, ზარი, ბავშვების სიცილი, მაგრამ ამ ხმაურის მიღმა ორი მოზარდი გოგო, 15 წლის იზაბელ ვალდესი და 14 წლის ლუის ლიპარდი სრულიად სხვა რეალობაში არიან. წინა ვიდეოზე მუშაობისას მაკენზი შირილას შესახებ უამრავი მასალა დამიგროვდა თინეიჯერების პროცესების შესახებ და ერთ-ერთი ვიდეო, რომელმაც ჩემ ყურადღება მიიქცია, ამბობდა, რომ შენ მაკენზი შირილას საქმემ გაგაოცარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი სიგიჟე იყო, რაც ბოლო დროს მოისმინე. მაშინ შენ იზაბელ ვალდესის და ლუის ლიპარდის საქმის შესახებ არ გსმენია. მეთქი, აბა სად გინდათ რომ ჩამინთრიოთ? რას ნიშნავს მაკენზიზე უარესი? მენტალური მდგომარეობით თუ ინტელექტით? და მათი სახელები დავგუგლე. დღევანდელ ვიდეოში ხსენდება სკოლის მასობრივი სროლები, სროლელების მენტალური ჯანმრთელობა და ძალიან მოკლედ არასრულწლოვნების პორნოგრაფია. ვიცი, ბევრი ხმამაღლა უსმენთ ჩემს ვიდეოებს, ამიტომ გაითვალისწინეთ კიდე ვინ უსმენს თქვენთან ერთად დღევანდელ ვიდეოს. ბავშვები, თინეიჯერები, ბევრი მოზარდისთვის შეიძლება ბევრის მასწავლებელიც აღმოჩნდეს დღევანდელი ვიდეო, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილებაა რამდენადაა დღევანდელი ვიდეო თქვენთვის. იზაბელის და ლუისის სახელების დაგუგლისას პირველი რაც გვხვდებათ მათი ვიდეო მასალა. მათი დაპატიმრების ჩანაწერი, რომელიც პოლიციის ოფიცრების ბუდიკამერით არის გადაღებული, პლუს საპატრულო მანქანაში კამერაზე ჩაწერილი მათი დიალოგი პოლიციის განყოფილებისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის დაახლოებით 35-40 წუთიანი ვიდეო მასალა, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდა. ეს არის დაპატიმრების პროცესი, რომელმაც ყველა ალაპარაკა და ეს ორი მოზარდი და მათი საქმე მასობრივად ცნობადი გახადა ინტერნეტში. ესაა ვიდეო მასალა, რომელსაც დღევანდელ ვიდეოშიც გაჩვენებთ. მოდით ერთად ვუყუროთ რაღაც მნიშვნელოვან მონაკვეთებს და ვისაუბროთ, განვიხილოთ, რატომ უყურებს ყველა ამ ორი თინეიჯერის დიალოგს სუნთქვა შეკრული. მაგრამ როგორც გითხარით, მე პირველი ეს ვიდეო შემხვდა და პირდაპირ ვუყურე, ისე რომ არაფერი ვიცოდი არც ამ საქმის და არც ამ მოზარდების შესახებ. რა თქმა უნდა, პირველივე წუთებზე ხვდები, რომ რაღაც რიგზი არაა ამ ბავშვებთან, მაგრამ ბევრი დეტალია, რასაც ახსენებენ და უკეთ რომ შეძლოთ სრული შინაარსის გაგება და თქვენს ჩემსავით ვიდეოს ნახვის შემდეგ 1000 კითხვა არ დაგრჩეთ, მინდა ჯერ მოგიყვეთ როგორ მივიდნენ ეს ბავშვები აქამდე. ამისთვის რამოდენიმე მძიმე ისტორია და ამერიკული სკოლის ისტორიაში რამოდენიმე მძიმე დღე უნდა გავიხსენოთ. ამის გარეშე სამწუხაროდ დღევანდელ ისტორიას სრულად ვერ გავიგებთ. პირველი, რაზეც უნდა გესაუბროთ და რაც უნდა ვახსენო, არის 1999 წლის 20 აპრილი. კოლორადოს პატარა ქალაქი ლიდლტონი. კოლუმბაინის საშუალო სკოლაში დილა ჩვეულებრივი წყება. მოსწავლეები ლანჩზე გადიან, ზოგი ბიბლიოთეკაში, ზოგი ეზოში ზის. 11 საათსა და 19 წუთზე სკოლის ეზოში ორი ბიჭი ჩნდება. ერიკ ჰარისი და დილან კლებოლდი. ორივე შეიარაღებულია. პირველი გასროლა ეზოში ისმის. ჰარისი და კლებოლდი სკოლაში შედიან. მათი მთავარი სამიზნე ბიბლიოთეკაა. სივრცე, სადაც ბავშვები მშვიდად კითხულობენ. სწორედ აქ რამოდენიმე წუთში 10 მოსწავლე სიცოცხლეს დაკარგავს. სკოლის მასწავლებელი დეივ სანდერსი ცდილობს მოსწავლეების გადარჩენას. მას ბავშვები უსაფრთხო ადგილებში გადაყავს, კარებს კეტავს, მათ გზებს აჩვენებს, მაგრამ თავად ვერ გადარჩება. დეივი ხდება იმ დღის ერთ-ერთი გმირი, რომელიც სიცოცხლეს სხვებისთვის ძიავს. 11 საათსა და 35 წუთზე სროლა წყდება. ერიკი და დილანი ბიბლიოთეკაში ბრუნდებიან და თავდასხმას თვითმკვლელობით ასრულებენ. შემთხვევას ჯამში 13 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოსწავლე და 1 მასწავლებელი. კოლუმბაინის ტრაგედიამ ამერიკის სკოლებში უსაფრთხოების სისტემა შეცვალა, მაგრამ ასევე შექმნა ბნელი ინტერნეტ მითოლოგია, სადაც ორი მასობრივი მკვლელი ანტიგმირებად იქცნენ. სამწუხაროდ მათ უამრავი მიმბაძველი გაუჩნდა ინტერნეტში და რეალურ სამყაროშიც.
იმიჯი, რომელიც წლების შემდეგაც კი მოზარდებს, როგორიც იზაბელი და ლუისია ბნელ სამყაროში ითრევს. სამყაროში, სადაც ძალადობა ხდება თამაში, როლი და ფანტაზია. ამ ტრაგიკული ისტორიიდან მყავს ერიკი და დილანი, რომლებიც დღევანდელ ისტორიაში ისევ შეგვახსენებენ თავს. მეორე ისტორია, რომელიც მინდა მოგიყვეთ და ბევრს უბრალოდ გაგახსენოთ, ხდება 2012 წლის 14 დეკემბერს კონექტიკუტის პატარა შვიდ ქალაქ ნიუთაუნში, სადაც ცხოვრება ნელა და წყნარად მიედინება. დილით დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში, ადგილი, სადაც ბავშვობა უსაფრთხო უნდა იყოს, 20 წლის ადამ ლენზა, რომელმაც იმავე დილით დედამისი მისივე იარაღით მოკლა, სკოლაში შედის. მისი პირველი მსხვერპლი სკოლის დირექტორი და ფსიქოლოგი ხდებიან, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობენ. სროლა მხოლოდ რამოდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ შედეგი შემზარავად მძიმეა. 26 დაღუპული, მათ შორის 20 ბავშვი. ბოლოს ლენზა სროლას თვითმკვლელობით ასრულებს. ადამ ლენზას საქმე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ფსიქიკური დაავადება, სოციალური იზოლაცია და ინტერნეტში გავრცელებული ძალადობრივი კულტურა ერთმანეთს შეერწყას და კატასტროფად იქცეს. მაგრამ ამ ისტორიას კიდევ ერთი ბნელი გაგრძელება აქვს. ლენზა ინტერნეტში მითოლოგიზირებული გახდა. ბნელი ფორუმები და ჯგუფები, ადგილები, სადაც მასზე წერენ, ხატავენ და მას გააზრებულ, გაუგებარ, გენიალურ ფიგურად წარმოაჩენენ. ეს არის საშიში, დამანგრეველი კულტურა, რომელიც რეალურ ტრაგედიას თამაშად აქცევს. ლენზას საქმე არ არის მხოლოდ ისტორია. ის გახდა გაფრთხილება, რა ხდება მაშინ, როცა ძალადობა კულტად იქცევა და როცა მოზარდები ამ კულტს რეალობად აქცევენ. ადამ ლენზა არის მესამე სახელი და ალბათ მთავარიც, რომელიც დღევანდელ ისტორიას ყველასთვის გასაგებს გახდის. დღევანდელი ისტორია 2026 წლის 22 იანვარს ლეიკ ბრანდლის საშუალო სკოლაში, ალტამონტეს სპრინგსში, ფლორიდაში იწყება. 45FL-ის აპში შეტყობინება შედის, რომ ბრანდლის საშუალო სკოლაში მოსწავლეზე თავდასხმა იგეგმა. 45 არის ფლორიდის შტატის ოფიციალური უსაფრთხოების აპლიკაცია, შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მოქალაქეებმაც ანონიმურად შეატყობინონ სკოლის უსაფრთხოების საფრთხეებზე, სროლის ან ძალადობის შესაძლო გეგმებზე, იარაღის ან დანის ტარებაზე, თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის რისკზე, საეჭვო ქცევაზე. აპი შეიქმნა 2018 წლის არკენლენდის ტრაგედიის შემდეგ, როგორც რეაგირება იმაზე, რომ ბევრ შემთხვევაში წინასწარი ნიშნები არსებობდა, მაგრამ არავინ იცოდა ვისთან მიეტანა ინფორმაცია, რადგან მოსწავლეებს უსაფრთხო ანონიმური არხი სჭირდებოდათ. სწორედ ამ აპლიკაციაში სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ანონიმურად აგზავნის შეტყობინებას, რომ გუშინ გაიგო, რომ გოგონა, რომელსაც იზაბელის სახელით იცნობს, ამა და ამ ბიჭის იმავე სკოლის მოსწავლის მოკვლას გეგმავდა მეორე დღეს. მსხვერპლის სახელი რედაქტირებულია საქმეში ბევრი ჯონის სახელით მოიხსენიებს, ჯონ დოუდან გამომდინარე და მოდით ჩვენც ასე მოვიხსენიოთ ამ ვიდეოში. შეტყობინება, რა თქმა უნდა, მაშინვე ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას ეგზავნება და პოლიციის ოფიცრები იზაბელის მისამართზე მიდიან. რადგან იზაბელი მათთვის უცნობი არა. უკვე ქონიათ მასთან შეხება სვატინგის გამო. სვატინგს ინგლისურად ეძახიან შემთხვევას, როცა ვიღაც ანონიმურად რეკავს ხალხაზე და ამბობს, რომ ამა და ამ სახლში მძევალი ყავთ. ან შეიარაღებული ბანდა იმალება. მოკლედ, სიტუაცია, როცა სპეცრაზმი დაკაპუნების გარეშე წიხლით აღებს კარებს და იატაკზე დაწოლა თუ ვერ მოასწარე, შენს თავს დააბრალე. მაგრამ სვატინგი არის შემთხვევა, როცა ყუილი ზარი შედის ხალხაზე. სამწუხაროდ ბევრი რეკავს პოლიციაში და ეს თამაში გონია. უბრალოდ ბევრს ზედმეტი თავისუფალი დრო აქვს და რადგან SWAT team-ი მიდის ასეთ გამოძახებას, ანუ სპეცრაზმი მიდის ასეთ გამოძახებაზე, SWATINGS ეძახიან. და ჩვენს იზაბელს უკვე ქონდა რამოდენიმეჯერ მსგავსი რამ განაკეთები და ამის გამო პოლიციის განყოფილებაშიც მოხვედრილა უკვე. და როცა 22 იანვრის საღამოს პოლიციამ მიაკითხა სახლში, თავი გაიგიჟა, არაფერი მსგავსი არ ხდება. აი, ჩემი ტელეფონი, რამეს რომ ვგეგმავდი აქ იპოვით, არაფერი მსგავსი არა. როგორც ჩანს, იმ მომენტში პოლიციას მეტის არაფრის გაკეთება არ შეეძლო და გამობრუნდნენ, თან იფიქრეს, რომ თუ რამეს გეგმავდა, რადგან პოლიცია უკვე საქმის კურსშია,
სავარაუდოდ არაფერი მოხდება, მაგრამ მეორე დღეს, როცა იზაბელის სკოლაში მივიდა, სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა და მანდატურს, რასაც ვეძახით ჩვენ ალბათ ქართულ სკოლებში, რა თქმა უნდა, მათაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია და გადაწყვეტეს, რომ უსაფრთხოების მიზნით გაეყვანათ იზაბელი კლასიდან და კიდევ ერთხელ გასაუბრებოდნენ ამ საკითხზე. და იზაბელმა კი მართალია გეგმავდი ჯონის მკვლელობასო. მაშინვე რა თქმა უნდა პოლიციას იძახებენ სკოლაში და იქვე ხდება, ასე ვთქვათ, პირველადი დაკითხვა სიტუაციის გარკვევა, ასე დავარქვათ, რომ კიდევ ვინ არის ამ საქმეში ჩართული. სხვა მსხვერპლი ხომ არ არსებობს, კიდევ რამე ხომ არ იგეგმება, რომ სანამ გვიანი არ არის, გაირკვევს კიდევ რა ხდება სკოლაში. და პირდაპირ უყვება პოლიციას, რომ ის და მისი მეგობარი ლუისი გეგმავდნენ ჯონის მკვლელობას. უпростоრად თვითონ გეგმავდა და ლუისი ეხმარებოდა. როცა პოლიცია მიზეზს ეკითხება, იზაბელი აცხადებს, ჯონი ძალიან გავს ადამ ლენზას, ფიზიკურად, აი ადამ ლენზას, 26 ადამიანი რომ მოკლა დაწყებით სკოლაში, ანუ ფიზიკურად გავს ძალიან, ამიტომ გადაწყვიტა სისხლის რიტუალის ჩატარება ადამის საიქიოდან დასაბრუნებლად. ეს ცერემონია, რომელსაც ქართულად ალბათ სისხლის ბმა ერქმევა, იყო ასე ვთქვათ, დაგეგასე იყო დაგეგმილი, რომ იზაბელი უკვე თვეებია უთვალთვალებდა ჯონს, ყველგან თან დაყვებოდა, იმდენად რომ ჯონმა კლასიც კი შეიცვალა, რაღაც გაკვეთილი ერთ კლასში ჰქონდათ ეთყობა და იზაბელის საქციელი, ანუ იმდენად შეიძლება თვითონ ფიქრობდა, რომ შეუმჩნევლად უთვალთვალებს, მაგრამ ეთყობა იმდენად შესამჩნევად უთვალთვალებდა ამ ბავშვს, რომ ჯონმა სხვა კლასში გადაყვანა ითხოვა. იზაბელმა ზუსტად იცოდა ჯონის განრიგი და 23 იანვარს შუადღის შესვენებაზე გეგმავდა, რომ ჩუმად გაყვებოდა უკან, საპირფარეშოში შეიყვანდა დანის მუქარით, ყელს გადაუჭრიდა დანით, როცა ჯონის სისხლის განდაცლას დაიწყებდა, იზაბელი მის სისხლს ადამის ფოტოზე გადაიტანდა, რაც ადამს გააცოცხლებდა ჯონის სხეულში და თან ვიდეოზე უნდა ჩაეწერათ ეს ყველაფერი, რომ შემდეგ ადამისთვის ეჩვენებინა, აი რა გავაკეთეთ ჩვენთვის. თან მომზადებული იყო სკოლაში მისული, პოლიციამ ჩანთაში იპოვა დანა, ხელთათმანები, ნაგვის პარკები, ყვავილები, როგორც თვითონ თქვა ეს ყვავილები უნდოდა რომ შემდეგ ჯონის სხეულზე მოეფანტა რიტუალის დასასრულებლად თუ რაღაც მსგავსი. სიგარეტი ყველობის შემდეგ მოწევას გეგმავდა და სანთებელო და სიგარეტი ჰქონდა სკოლაში მიტანილი. ხელნაწერი წერილი დედამისისთვის, სადაც ბოდიშს უხდის დედამის, რომ ისეთი შვილი არ იყო, როგორცაც დედამისი იმსახურებდა, რომ წუხს, რომ ასეთია, რომ ეს მისი მშობლების ბრალი არაა, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია და არაფერს არ ნანობს. ძალიან შემაშფოთებელი ნახატები, რომლებშიც ერიკი და დილანი შემოდიან უკვე წინა ისტორიიდან, ადამთან ერთად ესა სექსუალური სახის ნახატები, ფეტიშური ჩანაწერები, მასობრივ მკვლელებთან ერთად მონაწილეობით ამ ნახატებში და როცა პოლიციამ კითხა ამ ნახატებზე, იზაბელმა ეს ლუისის ნახატებია, ჩემი ნახატები არ არისო, ანუ ხო ჩემ მეგობარი ლუისი ხატავს ესე კარგად. რეალურად ლუისიც იცოდნენ უკვე და ლუისი ცალკე ოთახში იკითხებოდა. იმიტომ რომ სკოლის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ეს ბავშვები მუდმივად ერთად ჩუმჩუმად დაყვებოდნენ ამ ბავშვს უკან და ჩურჩულებდნენ და მოკლედ მიხვდნენ რომ ეს ამასთან ერთად გეგმავდა ამ ყველაფერს. მიმოწერა, სადაც დეტალურად განიხილავდნენ გეგმას, ხელნაწერი მიმოწერებიც, სხვათა შორის რვეულებში, ალბათ როცა საერთო გაკვეთილებზე ისხდნენ, ეს წერდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ორივეს აპატიმრებენ და ორივეს ერთად სვამენ ერთ პოლიციის მანქანაში, რაც ჩემი აზრით წინასწარ ეგრე იყო დაგეგმილი. Yeah, you do me a favor, you guys stand up, put your hands behind your back. Come on out this way. I think we're going down. Out this way? Yeah, Where's because that way it gets you out to the. Have they explained what's going on? He's coming? Yeah, all right. Have they explained to you? So unfortunately, you are under arrest. You're being charged with attempted first-degree murder.
Okay? And that's premeditated. You're going to be transported to the jail, and then you'll be able to get in contact with your parents there, okay? But we are going to call your parents to let them know what's going on. Okay? Lois, you want to stand up? Place your hands behind your back. და აქ იწყება ეს ვირუსული ვიდეო, სადაც იზაბელი და ლუისი ერთად ხდებიან მანქანაში. მოდით ერთად ვუყუროთ ამ ვიდეოს. არ მინდა უბრალოდ სუბტიტრებით დაგიტოვოთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო დეტალია, რასაც ჩემი აზრით კომენტარი სჭირდება, ამიტომ უბრალოდ სუბტიტრების თარგმნას მოდით ჩავრთავ მე ამ ვიდეოს თქვენთან ერთად ვუყუროთ. რა თქმა უნდა, სრულად არა, იმიტომ რომ სადღაც როგორც გითხარით 35-40 წუთიანი ვიდეოა სკოლის ეზოდან მოყოლებული პოლიციის განყოფილებამდე და ამოვკრიფე, ასე ვთქვათ, ამ კამერის ჩანაწერიდან ისეთი დეტალები, რომლებიც რეალურ კარგ წარმოდგენას შეგვიქმნის, რას ფიქრობდნენ, რა ეგონათ ამ ბავშვებს, როცა ასეთ რაღაცას გეკმავ. სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, უნდა გითხრათ, რომ კონდიციონერი მაქვს ოთახში ჩართული და იმედი მაქვს, რომ არის იმის ძალიან ხმაური კონდიციონერის, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შევძლებ ვიდეოს ჩაწერას 35 გრადუსია დღეს გერმანიაში. იმადებიანებისთვის ვიზაზე რაღაცაზე კომენტარს აკეთებენ, რომ საქართველოდან რომ მიდიხართ და აქაური 40 გრადუსი სიცხის მერე, რომ გერმანული 35 გრადუსი, ესე როგორ გაწუხებთ? თავს უნდა მოგულგინებთ. ეს ვიდეო იწყება, როგორ სვავენ ამ ბავშვებს ამ მანქანაში და What do you mean, same one? Same jail. იზაბელი ეკითხება, ეს ხუჭუჭათმით იზაბელია. იზაბელი ეკითხება ოფიცერს, რომელიც ლუისს სვავს მანქანაში, რომ ერთსა და იმავეში მოვხვდებით? პოლიციელი რას გულისხმობ ერთსა და იმავეში? ერთსა და იმავე ციხეში მოვხვდებით? კი. და ამის გამო ხითხითებენ და გისგისებენ. ეხა განიხილავენ იმ ამბავს, რომ საიდან გაიგო ეს ამბავი პოლიცია. ანუ ვიღაცაზე ეჭვი აქვთ. He did a tip. There was a tip. ვინც შეიძლებოდა, რომ იმ აპში ინფორმაცია მიეწოდებინა, რომ ესენი რაღაცა მსგავს გეგმავდნენ. Who did a tip though? Huh? God, I knew I shouldn't have told him. Because he was like, oh, can you please tell me I can't sleep tonight? Fuck you! God! ანუ ეხა განიცდის, რომ რატო უთხარი ეს ამბეჭს, იმიტომ რომ მან მითხრაო, რომ აი ვერ ვიძინებო და მითხარი ხვალ რას გეკმავ, როგორ ჩანს ამაზე წინასწარ იყო საუბარი, რაღაცას ვგეგმავ ხვალ და მითხარიო რა რას გეკმავ, არ შემიძლია დაძინებაო და საკუთარ თავზე ბრაზობს ეხა, რომ რატო ვუთხარიო. Dude, they had me sitting there and I was so... Dude, they took away my chocolate. No! შოკოლადზე საუბრობენ, ანუ ეს შოკოლადი ქონია სკოლაში და პოლიციამ წამართვა რა გამოვართვა ტყობა ხა ეს დაპატიმრების წინეს შოკოლადი და ამაზეა საუბარი გულდაწყვეტილია, რომ ცოტა შევჭამეო ბოლომდე ვერ მოვასწარი ამ შოკოლადის შეჭმავა მოკლედ. Not a school shooting, at least. We'd be in prison for life. Yeah. Well, how long am I gonna get? I'm probably not gonna get that much time. I mean, I gotta get like my touched the fucking knife for a breath. few seconds, yo. Gosh. Gosh. Ow. მინიმუმ სკოლაში სროლისთვის არ ვხვდებით ციხეშიო. ანუ ეგეც უკვე კარგია მამათთვის. ლუისი ეუბნება, ეგეთ რაღაცაზე სამუდამოს მივიღებდითო. Ooh, you trying to look good for your mugshot? Oh shit, am I gonna get a mugshot? What, we're going to jail? What do you think? Yeah, that's crazy. Dude, I was gonna do my makeup this morning for the mugshot, but I couldn't find anything. I'm glad I don't actually look too bad today. I look horrible. საინტერესო მომენტია.
ლუისის წითელი თმით, რომელიც არის როგორც ჩანს თავის სახეს უყურებს, გამსახურებას უყურებს ანარეკლს. და იზაბელი ეკითხება, რას შვებიო, ცდილობ რომ შენი მაგშოტისთვის კარგად გამოიყურებოდეო? ანუ მაგშოტ ინგლისურად მოგეთ რაღაც სპეციალური ტერმინია პოლიციის მიერ დაკავებულის წინიდან და პროფილიდან გადაღებულ ფოტოს ნიშნავს. ქართულში ამისთვის ესე დამკვიდრებული ერთსიტყვიანი ტერმინი არ გვაქვს მე მგონი, მაგრამ საპატიმრო ფოტო ან დაპატიმრებისას გადაღებული ფოტო და რაღაც ეს და აქ განიხილავენ და განიცდიან იმას, რომ როგორ გამოიყურებიან ამ ფოტოში, როგორები გამოჩნდებიან. Dude, we're supposed to spread our story around the TCC though. Hey, these are two stupid retards from Florida that couldn't. No, do not put me in it. This was not. It did not work. It did not You help me get materials. No. საინტერესო რამეს ახსენებენ ეს მინდა განმარტო თქვენთვის, რომ ამ ჩვენი ამბის, ჩვენი ისტორიის გავრცელებას, მოყოლას და პოსტოს ვგეგმავდი TCC community-ში, ამ TCC-ზეო. TCC არის the True Crime Community. კრიმინალური თემატიკის საზოგადოება ალბათ ქართულად ასე იქნება. ეს არის არაოფიციალური, მაგრამ ფართოდ გამოყენებული ტერმინი Reddit-ზე, YouTube-ზე და ასე შემდეგ, სხვადასხვა პლატფორმებზე, ასე ვთქვათ, გაერთიანებული true crime-ის ენთუზიასტები, ანუ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად იძიებენ გაუხსნელ საქმეებს. ანუ ეს კონკრეტული ოფიციალური ორგანიზაცია არა, არამედ ინტერნეტ კომუნა, რომელსაც საერთო ინტერესები აერთიანებს. TCC-ში არსებობს სამწუხაროდ საკმაოდ მკვეთრი პრობლემური მიმართულება, სადაც ფოკუსი დამნაშავეზე გადადის და არა მსხვერპლზე. ეს კრიტიკა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და ბევრ true crime-ის მკვლევარსაც აწუხებს, ხშირად ახდენენ დამნაშავის რომანტიზაციას, ის რაც ამ ბავშვებთან ხდება, რაც მსხვერპლის ისტორიას უკანა პლანზე წევს, ფანდომები, რომლებიც სერიულ მკვლელებს სელებრიტებად აქცევენ, კონტენტი, სადაც ყურადღება მთლიანად გადადის მკვლელის ფსიქოლოგიაზე, ბავშვობაზე, მოტივებზე, გენიოსობაზე, სადაც საქმეები ესთეტიურად იფუთება და მსხვერპლი თითქმის ქრება სცენიდან. და ერთ-ერთი ასეთი TCC community-ის წევრები არიან ეს ბავშვები, სამწუხაროდ უფრო ბნელ მხარეს მოხვდნენ ამ community-ის სამწუხაროდ და განიცდის ახლა იმ ამბავს, იმ ამბავს, რომ ამ თავისი ისტორიის რო ნახეთ რა გავაკეთეთ, ამის მოყოლას ვეღარ შეძლებს ამ ფორუმზე. But I did write a note to my parents. Did they like you write one? I think I You should have asked. They said I'm gonna be able to contact my parents when we get there. Me too. I haven't talked to my parents yet. I don't even know if my parents know what's going on. They don't. They haven't called mine either. Really sad. My mom's gonna be yelling at me through the phone. What are you doing? Why are you trying to kill this fucking kid? I think my mom's gonna be okay. იზაბელი ამბობს, რომ დედაჩემს წერილი დაუწერეო. გითხარით კიდეც უკვე ამის შესახებ და ლუის ეკითხება, რომ შენ მოასწარიო დედაშენისთვის წერილს დაწერაო და რა წერილიო. დედაჩემი გაგიჟდება ყველს დამიწყებს. რატო გააკეთე, რატო ჩაიდინე ესეთი რაღაცა. ლუისი ამბობს, საინტერესო მომენტია, ლუისი ამბობს, რომ დედაჩემი ალბათ დედაჩემისთვის არ იქნება რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ამბობს, რაც სამწუხაროდ ალბათ ბევრის მთქმელიც არის ამ ბავშვის ოჯახური სიტუაციის შესახებ. Oh no, cause like Well, I'm probably not gonna my involvement's not that long, so I'll be out before you. I'm probably not even get to go to jail for this. My parents are gonna get me as long as I can. Like. ეხლა მიმდინარეობს განხილვა, ლუისი ეუბნება წითელი თმით, რომელიც არის, რომ მე ალბათ დიდი ხნით არ მოვხვდები ციხეში, ამიტომ რომ ჩემ ჩართულობა ამ ყველაფერში რაღაცა ისეთი დიდი არ ყოფილა, არაფერი განსაკუთრებულიო და რეალურ ციხეშიც არ მოვხვდები ალბათ. yeah, but Young lady, what's your name? Which one? Isabel Valdez. Isabel what? Valdez. Okay. All right. And yours, young lady? Lois Lippert. საინტერესო მომენტია. პოლიციელი წინიდან ოფიცერი ეკითხება,
თქვენი სახელები რომ მითხრათო. ხო, ალაპარაკეს ესე, ნუ ალაპარაკეს რა, თვითონ ილაპარაკეს ამათმა ჩართული კამერის წინ და მე ის მომენტი რო არ იყოს რა ეს ჩვენ არ ვიყავით და მოკლედ. თქვენი სახელები თუ შეიძლება და ამათმა ზესდადეთ პასპორტის სახელები კამერის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ვინ იყვნენ. მოკეთ ამ ორმა პოლიციელმა პროკურატურის საქმე შეასრულა 5 წუთში. And then they pulled out the bag from my backpack. I had to tell them everything that was inside. Dude, and now they also saw the drawings. Oh yeah, I told them about that. I told them like, yeah, I did some weird drawings. Did they comment on it? They were like, this is really good. Did they say Yeah, they said you're quite the artist, and I was like, no, that's my friend Lois's. და ნუ ჩემი ზურგჩანთიდანო ეს ნაგვის პარკში ქონდა ჩალაგებული ეს ყველაფერი გითხარით რომ ნაგვის პარკები ქონდა თან და ამოიღესო ჩემი ჩანთიდანო ყველაფერი ნაგვის პარკიო და ნუ სანამ სრულფასოვანი ჩხრეკა ჩაატარებდნენ ეტყობა რა არის ამ ნაგვის პარკში მე თვითონ ვუთხარი რა იყო შეგნით მოვუყევი ყველაფერიო ნახატებზეა საუბარი ამ ნახატებში შემოდის ახლა ეს ერიკი და დილანი როგორც გითხარით და ძალიან არასასიამოვნო ნახატებია ძალიან არასასიამოვნო ძალიან დამაფიქრებელი ნახატებია და ნუ იზაბელი ეუბნება რომ ნახატებიც იპოვესო და ხო ვიციო ისიც უდასტურებს რომ კი ვიცი რომ ნახატებიც იპოვესო Let's roleplay some Columbine stuff. Hey, Yeah. wait, who's Dylan? Who's Eric? Well, obviously, I'll probably be Eric because Eric obviously gets it up the ass. Okay. Hey, Eric. Oh, fuck off, people. Hey, kitty, please talk to me. You probably don't even know about KFMDM. Yes, I do. ეს ძალიან მძიმე მომენტია აქაც დილანი და ერიკი შემოდიან ისევე დიალოგში რომ როლურ თამაშს აკეთებენ როლური თამაშები აქვთ და ინაწილებენ რომელია ეს წითელთმიანი გოგონა არის ერიკი და იზაბელი არის დილანი მასობრივი მკვლელების გამოყენებით სახელების მათი იდენტობების გამოყენებით პოლიციის მანქანის უკანა სავარძელს ხელბორკილებში Dude, I should have done it in the morning. Yeah. Dude, he was right there. I was following behind him. ძალიან შემზარავ რაღაცას ამობს რომ ჯანდაბა დილით უნდა მომესწრო ამის გაკეთებაო ანუ ეს ბიჭი დილითვე უნდა მომეკლაო მივყვებოდიო მის უკან ვიყავი ტელეფონშიო და ვერ მოასწრო როგორ ჩანს და შეწუხებული ამის გამო როგორ გაუშვა ხელიდან ასეთი შანსი რამოდენიმე წუთით ადრე რომ გადაეწყვიტა ამის რაღაცის გაკეთება ეხლა ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა Oh, they're gonna use it against me in court. Hey, why you have these drawings of this little boy? Sorry. You're not a little boy. He's older than you. No, he's not. Well, oh yeah. Yeah, he's older than you. It's not some little boy. They can't say it's the little boy. This older boy who's abusing me. Yeah, I think in my dreams he told me that he wanted me to kill him. So I think it's only fair, you know. საინტერესო ნაწილია დიალოგის რომ ამასო სავარაუდოდ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ რომ რატო გაქვს ამ პატარა ბიჭის იმიტომ რომ ჯონის სხვერპლი ვინც უნდა გამხდარიყო იმ ბიჭის ნახატებიც აქვთ იზაბელს და იმ ბიჭს ხატავდა ლუისი ერთად და ამასო ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ სასამართლოში რატო გაქვს ამ პატარა ბიჭის ნახატები ჩანთაშიო და ლუისი იდეას აწვდის რომ მაგ შემთხვევაშიო რა ვინ პატარა ბიჭი შენზე უფროსია შეგიძლია თქვა რომ ეს უფროსი ბიჭი რომელიც ჩემზე ძალადობსო ანუ თუ დასჭირდათ სიტუაციის გადასარჩენად ეს ბიჭი რომელიც ჩემზე ძალადობსო რაც მე მგონი თქვენც არ უნდა ხა ამ სიტუაციაში მაგრამ რა თქმა უნდა ჯონს არასდროს არაფერი საერთო ქონია ამ ბავშვებთან და არასდროს არაფერი დაუშავებია მაგრამ ნუ აი იდეა მიაწოდა უცებ აგერ პოლიციის მანქანაში რომ თუ რაღაცა მოიტყვილე და დააბრალე რომ ძალადობდა შენზე იზაბელს მოსწონს ეს იდეა და აგრძელებს კიდე რომ ამატებს რომ მე ვფიქრობ რომ დამესიზმრა ეს ბიჭი ჯონი დამესიზმრა და სიზმარში მითხრა რომ უნდოდა რომ მომეკლა ამიტომ
სამართლიანია ჩემი აზრით, ჩემი საქციელია. Yeah. I already got suspension on my list of criminal charges. Dude, we're probably gonna be. Well, no, but honestly, we're probably gonna get like a minimum of what 4 years or so. I'm not getting 4 years. Yes, you are. You helped. Dude, that was like, I'm not getting it. I'm not doing that. Touching me on your butt. საუბარია იმაზე, ხა ვინ რამდენს მიიღებს. თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებიან ამბით, ვინ რამდენი ხნით წავალ ციხეში. იზაბელი ამბობს, რომ ალბათ მინიმუმს მივიღებთ. ალბათ მაქსიმუმ 4 წელიო. და ლუისი ნუ გიждდება, რომ რა სისულელია, მე 4 წლით არ წავალ ციხეშიო. გეტყვით ცოტა ხანში, სავარაუდოდ რამდენსაც მიიღებენ, მაგრამ ამათ გონიათ, რომ რა სისულელია 4 წელსაც არ გაატარებს ციხეში. This is such a bonding experience. I love this. როგორი ის არის bonding experience, ანუ დაკავშირების, გამოცდილების, გაზიარების, ერთად ყოფნის, ერთმანეთთან დაკავშირების როგორი არაჩვეულებრივი გამოცდილება არის. ეხა რასაც გადიან რა, ერთად მათ ძალიან ბედნიერები არიან ამის გამო, რომ ერთად აკეთებენ ამ ყველაფერს. Dude, if I have to be in a room where they have to like record me or some shit, I'm going to pull out my tits so that I'd CP. That's what I was thinking. Like, if they had to start doing that instead of just doing like the audio recording, I was like, I'm gonna pull out my tits. Yeah. ისეთ ოთახში თუ შემიყვანენ, სადაც კამერა იქნებაო, ანუ შვილო თავი რო აწიო, ხვერწინ გაქვს კამერა დამაგრებ. Okay, ისეთ ოთახში თუ შემიყვანენ, სადაც კამერაა დამონტაჟებულიო, ჩემს შიშველ მკერდს ვაჩვენებ ყველას. ალბათ ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში არ დაკითხავენ, არ ვიცი. მოკეთ თავის გადარჩენ, ხო. კიდე ერთ-ერთი იდეა ესეთი, რომ როგორ გამოძვრე სიტუაციიდან, თუ დაკითხვის ოთახში მოგიწია შესვლა, შენ შიშველი მკერდი აჩვენე. Dude, I really thought I was going home today. Me? Well, I didn't think I was going home, but I at least thought, oh yeah, I'll go to the psych ward. I thought I was going home. I was asking Will, like, hey, you want to come over? ეგონა ყოველ შემთხვევაში, რომ დღეს საღამოს სახლში იქნებოდა. რამდენად არა აქვთ წარმოდგენა, რა ხდება მათ გარშემო, რომ ფიქრობს, რომ დღეს საღამოს სახლში იქნება. მოკლედ, როგორც იქნა მიდიან პოლიციის განყოფილებაში და როგორი დარწმუნებული ვარ, როგორი დარწმუნებული ვარ, რომ ეს პატრულის ოფიცრები წრეზე დაატარებდნენ კვარტალში ამ ბავშვებს. ისინი რომ ჩასხდნენ მანქანაში და ეს სიცილკისკისი და ლაპარაკი დაიწყეს ამ პოლიციის ოფიცრებმა უეჭველი გადახედეს ერთმანეთს, რომ მიდი ერთ-ორ წრეზე წარ, იმიტომ რომ დაახლოებით 40 წუთიანი ვიდეოა. ქალაქში სკოლაში არიან, ქალაქის სკოლაში არიან. ასეთ შემთხვევაში იძახებენ ყველაზე ახლო პატრულს, ყველაზე ახლო განყოფილებიდან. ხო გამორიცხულია, რომ 40 წუთი მიდიოდნენ შემდეგ საპატრულო განყოფილებამ. ეს ორი ოფიცერი ესე ადგა და პროკურატურის 2 თვის თუ 3 თვის გასაკეთებელი საქმე 9 საათში გააკეთა. იმიტომ რომ რა დაცვის ადვოკატი უნდა გყავდეს. რომ ეს სიტუაცია როგორ მოგამოასწორო. პირველი ხარისხის მკვლელობის მცდელობა და სკოლის ტერიტორიაზე ცივი არა ეს შეტანა. ეს ორი ბრალდება წაუყენეს თავიდან. მარტში იყო პირველი პროცესი, პროკურატურა ეწინააღმდეგებოდა მათ გამოშვებას თავდებით. ლუისის მამა ცდილობდა ძალიან, სხვათა შორის სიტყვით გამოვიდა მოსამართლის წინაშე და ინტერნეტსაც კი გავთიშავ სახლშიო, ოღონდ გამოუშვით თავდებითო. ორივე თავს რა თქმა უნდა უდანაშაულოდ ცნობს სასამართლოს წინაშე, მაგრამ მოსამართლემ არაო, ორივე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ფლორიდაში შესაძლო სასჯელი მკვლელობის მსვლელობისთვის 30 წლამდეა, იმიტომ რომ 15 წლის ფლორიდაში როგორც სრულწლოვანი ისე გასამართლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვნების ციხეშიც არ მოხდება, სრულწლოვნებთან ერთად მოუწევს სასჯელის მოხდა. კი იქაც გიცავენ როგორც არასრულწლოვანს, როგორ ვთქვა, სხვა ბლოკში ხარ, მაგრამ ეს
არასრულწლოვნების ციხე არ არის. ეს რეალური დამნაშავეების რეალური ციხეა. მაგრამ იზაბელის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. მტკიცებულებების შეგროვებისას მის ტელეფონზე არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალები იპოვეს, ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების ასაკი 3 წლიდან იწყება. 3 წლიდან. თან ტელეფონში გაქვს შენახული, ანუ ინტერნეტში იპოვე, მოძებნე, იპოვე, შეხვდა, არ ვიცი, ეს ყველაფერი და ჩამოტვირთე და შენს პირად ტელეფონში ინახავ. ბრალდების 10 პუნქტი დაასახელა პროკურატურამ. ზუსტად ვერ გეტყვით, ამაში იგულისხმება ის, რომ 10 ფოტო და ვიდეო მასალა იყო, თუ 10 მსხვერპლი, ცალ-ცალკე, ანუ 10 სხვადასხვა მსხვერპლის ფოტო, ვიდეო მასალის ქონა ტელეფონში, მაგრამ თითო პუნქტი, ანუ 10 პუნქტიდან თითო პუნქტი 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ანუ ჯამში 50 წელზე ავდივართ მარტო ამ პორნოგრაფიული მასალისთვის. პლუს 30 წელი მკვლელობის მცდელობისთვის, ჯამში 80 წელი. მე არ მგონია, რომ 80 წელს მისცემს ვინმე, რა თქმა უნდა, 15 წლის მოზარდს. არავინ არ ჩასვამს 80 წლის ციხეში, ეგრე არ ფუნქციონირებს სასამართლო სისტემა, მაგრამ ეს გაჩვენებთ ამ სიცილკისკისის ფონზე, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი. რომ შეგიდაროთ, მაკენზი შირელა, რომელზეც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, 15 წლით გაუშვეს ციხეში. ეს 80 წელი რომ გესმის, ხვდები რამდენად სერიოზული დახმარება სჭირდება ამ ბავშვებს. ეგონათ საღამოს სახლში პოკიმონს ითამაშებდნენ. წერილი მიიღო მოსამართლემ იზაბელისგან, ციხეში ყოფნის 3 თვის შემდეგ, 80 წელი, 3 თვის შემდეგ, განიცდის თავის აქციელს, რადგან მოშორდა ყველაფერს და იზოლაციაშია, მიხვდა რა ჩაიდინა, განსაკუთრებით ინტერნეტს რომ მოშორდა, რადგან ინტერნეტს ბევრ რამეს აბრალებს, ასევე ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლი ვიყავი არაერთხელო, ანუ მსხვერპლად წარმოადგენს თავის თავს, რაც ობიექტურად შეიძლება რომ სიმართლე იყოს. კი ბატონო, ეს ორი ფაქტი არ გამორიცხავს ერთმანეთს, რომ დამნაშავეც შეიძლება რაღაც სხვა სიტუაციაში თვითონ მსხვერპლი ყოფილიყო. True crime-ის ჯგუფების გავლენის ქვეშ მოვეკეციო და მათაც ბევრ რამეს აბრალებს ის, რაც გითხარით TCC სხვადასხვა ჯგუფებზე. როგორც ჩანს ინსპირაცია ამ პლატფორმებიდან აიღო თავისი გეგმებისთვის და ბევრ რამეს ამ ჯგუფებს აბრალებს, რომ მათი ზეგავლენის ქვეშ მოვეკეციო. საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენი იყო მსხვერპლის დედის ინტერვიუ, ანუ ვინც მსხვერპლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არ გახდა მსხვერპლი. სადაც საუბრობს, რომ რამოდენიმე ძალიან მძიმე დღე გამოიარეს, რომ მისი შვილი 20 წუთის მოშორებით იყო სიკვდილიდან, რომ აუცილებლად წავა სასამართლოში და პროცესს დაესწრება და უდიდეს მადლობას უხდის მოსწავლეს, რომელმაც ანონიმური შეტყობინება გააგზავნა აპლიკაციით. რეალურად ამის გარეშე დღეს მკვლელობის მცდელობის კი არა, მკვლელობის საქმის შესახებ ვისაუბრებდით. It's very hard. I've broken down a lot. I still break down at work. I still have fear. You know, I haven't been sleeping well. I haven't been eating, and I've been waking up on alert, like high alert 2 to 3 times a night, like when he was an infant. How is your son? He's so brave. He is so brave and smart and talented, and the hero of this story is the tipster, and that person is the hero of my life story. მოკლედ დღეს იზაბელ ვალდესი და ლუის ლიპერტის სასამართლოს წინაშე დგანან როგორც ზრდასრულები. ორივემ განაცხადა, რომ უდანაშაულოა, გირაო უარყოფილი აქვთ, საქმე გრძელდება, მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილი, ჩემი აზრით, სასამართლო დარბაზში არ წყდება. ის წყდება იქ, სადაც ორი მოზარდი გოგო საკუთარ სამყაროში ჩაიკეტა, სამყაროში, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთში აირია, სადაც ინტერნეტში ნანახი ძალადობა იდენტობის ნაწილად იქცა. სანამ სასამართლო გადაწყვეტს რა სასჯელი ელის იზაბელს და ლუის, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ დავიცვათ მოზარდები იმ ბნელი სივრცეებისგან, სადაც ძალადობა მიზანი ხდება. როგორ უნდა იმუშაოს ოჯახმა, სკოლამ და სახელმწიფომ, როგორც ერთმა გუნდმა, რომ მსგავსი ტრაგედიები ავირიდოთ თავიდან.
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩუმდე, როცა რაღაც არასწორს ხედავდა თქვა ხმამაღლა. ერთმა ტექსტურმა შეტყობინებამ 15 წლის ბიჭი და მისი ოჯახი ტრაგედიას გადაარჩინა. და ბოლოს სამწუხაროდ ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე საშიში ადგილები არა ქუჩებში, არამედ ადამიანების გონებაში იქმნება. დღეისთვის სულ ეს იყო, გელოდებით კომენტარების სექციაში, გამიზიარეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმეზე. მე შემდეგ ვიდეოში გნახავთ, იქამდე კი თავს გაუფრთხილდით.